ფინანსური ჩართულობის, მცირე მეწარმეობის და სოციალური ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი საუბრობთ მიკროსაფინანსო სექტორზე ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც გასულ წელს მოგება 4%-ით 140 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ბაზრიდან ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის გამო სექტორს საკრედიტო პორტფელი წლიურად 77 მილიონი ლარით შეუმცირდა. რა წვლილი შეაქვს მიკროსაფინანსო სექტორს დაკრედიტებასა და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე როგორია სექტორის მოლოდინები და რა შედეგები მოიტანა ეროვნული ბანკის რეგულაციებმა სექტორის გაჯანსაღებაში, თემაზე ვრცლად სასაუბროთ ჩვენი სტუმარია ირაკლი წურწუმია, ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, პირველ რიგში მოდით საუბარი დავიწყოთ, როგორია წილი თქვენი სექტორის ქვეყნის ეკონომიკაში, შემდეგ უკვე ვისაუბროთ მოგების მაჩვენებელზე, თუ რამ განაპირობა ეს ძირითადი ფაქტორებია გამოკვეთილი და ასევე საინტერესოა სასესხო პორტფელი სტრუქტურულად როგორ გამოიყურება, უფრო მეტად ფიზიკური პირები არიან თუ ბიზნეს დაკრედიტებას საქმეს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, აქ პატარა ტექნიკური დაზუსტება, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. კეთილი, რაც შეეხება ჩვენს წელს, მიკროსაფინანსო სექტორის წელს, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში რო ვთქვათ, ეს არის 2 მილიარდი ლარი დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ. და ის მოგება, რომელიც არის გენერირებული პლუს 4%, ეს ერთ შეხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტფელის ზრდას უკავშირდება, თუმცა მეორეს მხრივ მთელი რიგი ოპტიმიზაციის შედეგად არის მიღებული ჩემი აზრით, ასევე გასაგები მოვლენების გამო, რომელიც ჩვენ სამყაროში ხდება, ეს არის იგივე ხელოვნური ინტელექტი, იგივე ოპერაციული განვითარება და ასე შემდეგ, რომელიც იძლევა მეტი ოპტიმიზაციის შესაძლებლობას, რომელიც იგივე ხარჯების ოპტიმიზაციას ეხება, იგივე ოპერაციების უფრო არად უფრო ეფექტიანად გაკეთებას, გარკვეულწილად ამის განმაპირობებელია სწორედ ის ზრდა, რომელიც არის. რაც შეეხება იმ 2 მილიარდს, რომელიც ეკონომიკის ნაწილში, რომელიც აღნიშნე მთლიანი შიდა პროდუქტთან შედარებით, ეს ერთ-ერთი ციფრი არის, რომელიც გამოხატავს, თუმცა ბუნებრივია თითოეული ის დაფინანსებული ბიზნესი, რომელიც თავის მხრივ სამუშაო ადგილებს ქმნის, თითოეული ის დაფინანსებული ბიზნესი, რომელიც თავის მხრივ მიკრო და მცირეში გადადის და შემდეგ იზრდება და ასე შემდეგ, ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთად პოზიტიურ გავლენას ახდენს საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე. კი ბატონო, ვახსენეთ ორი საკმაოდ მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის პროცესი. საინტერესოა რა შეცვალა სექტორისთვის ამ მოცემულობამ და როგორია მოლოდინი კიდევ ხომ გეგმავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თქვათ მიკრობანკად გარდაქმნას, თუ გაქვთ ინფორმაცია, მიმდინარე წელს ხომ და ველოდოთ რაიმე სიახლეს ამ ნაწილში. რაც შეეხება ამ ორ მოთამაშეს, ეს საკმაოდ მსხვილი მოთამაშეები იყვნენ, ერთ შემთხვევაში 9 მილიარდზე მეტი პორტფელით, მეორე შემთხვევაში 100 მილიონზე მეტი პორტფელით, ბუნებრივია ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა ეს ვერ იქნება, ესე ვთქვათ, ერთგვარი ეფექტი, მყისიერი ეფექტი, ვინაიდან რადგანაც ის პორტფელი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ესე არ ხდება, რომ თან პლუს გავითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მიკრობანკის ცნება საერთოდ ახალი არის ქართული საფინანსო სექტორისთვის და შესაბამისად ისე არ არის დაგეგმილი და ისე არ ხდება ხოლმე როგორც წესი, რომ თლიანად ამოცვლა მოხდეს ამ პორტფელის. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მოცულობის პორტფელი გამონთავისუფლდა და შესაბამისად სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელიც დარჩნენ და არ გადასულან ამ ეტაპამდე მიკრობანკის სტატუსზე, მათ აქვთ ეს არეალი. თუმცა ბუნებრივი არის, რომ მიკრობანკის შესაძლებლობები განსხვავებული არის, მთელ რიგ შემთხვევებში შეიძლება უფრო მეტი, უფრო იაფი რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს მათ და აქედან გამომდინარე, მათ საკრედიტო პოლიტიკის ცვლილება ბუნებრივია ზოგმა განახორციელა, ზოგი განხორციელების პროცესში არის და ეს გარკვეულწილად შეცვლის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რაღაცა მნიშვნელოვანი ერთი დიდი ეფექტი იქნება, მინიმუმ უახლოესი თვეების განმავლობაში. ბატონო ირაკლი, მინდა გკითხოთ სექტორის ზომიდან გამომდინარე კონკურენციაზე, რამდენად კონკურენტულია გარემო და ასევე საინტერესოა პოტენციალიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების, რა ვთქვათ, არსებული პოტენციალის რა პროცენტია ათვისებული და რამდენია დარჩენილი? კეთილი. რაც შეეხება თვითონ მიკროსაფინანსების განვითარების ნაწილს,
იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად სეგმენტები განსხვავებული არის ბანკის და მიკროსაფინანსოების, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე წამყვან ბანკს აქვს თითქმის იდენტური ფასწარმოქმნა და პროდუქტები, რომელიც გააჩნია მიკროსაფინანსო სექტორს, მაგალითად იგივე ავტოსესხების მიმართულებით ან მიკროსესხების მიმართულებით. ერთის მხრივ თითქოს ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მნიშვნელოვნად განსხვავებულია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მთელ რიგ პროდუქტების შემთხვევაში ეს აბსოლუტურად იდენტური არის ხოლმე. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობა გვისმენს და კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზარდა მოგება და ასე შემდეგ და ეს ძალიან ბევრ ადამიანს ლოგიკურად, ბუნებრივად შეიძლება გააღიზიანოს კიდე და აღიზიანებს კიდეც, ხო? აქვე უნდა ითქვას, რომ როგორ ხდება ეს ფასწარმოქმნა, ხო? ორი სიტყვით თუ შეიძლება, ანუ არის მთელ რიგ პროცესებთან და პროცესებზე დამოკიდებული, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი იყო შესანიშნავი ამ მაჩვენებლით, ქვეყნის მაჩვენებლით, თუმცა ერთი წლით არ განისაზღვრება და ეს გრძელვადიანია. ინფლაციაზე არის დამოკიდებული იგივე დეპოზიტის მოცულობა, რომელიც არის ერთ-ერთი იგივე ბანკისთვის, ფასწარმოქმნისთვის, ასევე ფასი ჩვენი რესურსის არის დამოკიდებული, მაგალითად, როდესაც ჩვენ საერთაშორისო ფონდებთან გვაქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა, ერთ-ერთი განმაპირობებელია გეოპოლიტიკური მდგომარეობა. გასაგები მიზეზების გამო, იმ მეზობლის გამო, რომელიც ჩრდილოეთით გვყავს და იმ მოვლენების გამო, რომელიც უნდა საომარი ვითარების გამო და ასე შემდეგ, ეს ავტომატურად გულისხმობს პლუს რამოდენიმე პროცენტს ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, რომელსაც საერთაშორისო ბაზრიდან ჩვენ ვიზიდავთ. ამის გათვალისწინებით ბუნებრივია ემატება მთელი რიგი რისკები, რომელიც ავტომატურად საოპერაციო ხარჯები და ასე შემდეგ, რომელიც ქმნის იმ საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც არის. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ის, რომ ყველას გვახსოვს, ვინც ამ სექტორში ვართ მინიმუმ, რომ დაახლოებით 15 წლის წინ ან 20 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო ხელზე გასესხება და ასე შემდეგ. ანუ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ბიზნესში იყვნენ და რომელსაც არ ჰქონდათ მოწესრიგებული, ესე ვთქვათ, თავისი ფინანსური აღრიცხვიანობა და ასე შემდეგ, ვერ ფინანსდებოდნენ ფინანსური ინსტიტუტებისგან, სწორედ იმიტომ, რომ ფინანსური ინსტიტუტი ვერ ითვლიდა მათ გადახდის უნარიანობას, რისკის დონეს და ასე შემდეგ. ეს ხალხი გარანტიებს ვერ წარმოადგენს. ანუ ფინანსური ინსტიტუტი ღებულობს გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ შეისწავლა ბიზნესი, შეისწავლა შემოსავლიანობა, შეისწავლა რისკები, რომელიც შეიძლება ახლდეს ამა თუ იმ ბიზნესს და ამის შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას და საპროცენტო განაკვეთს და ასე შემდეგ, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ვერ ახერხებდნენ ფინანსური ინსტიტუტის მომსახურების მიღებას, ხელზე იღებდნენ და ამას მოყვებოდა შემდეგ, რომ ვერ ბრუნდებოდა და ვიცით რა ხერხებით შეიძლებოდა ეს გაგრძელებულიყო და ამოღებულიყო ამ ცდილობები ყოფილიყო. დღესდღეობით სწორედაც რომ ხდება ესე ვთქვათ ონბორდინგი ამ ხალხის და მიკროსაფინანსო ინსტიტუტი არის ერთგვარი ხიდი შეიძლება ითქვას და ჩვენ მიკროსაფინანსო სექტორს აბსოლუტურად გვესმის ეს. ანუ ეს ბანკიერი პრაქტიკა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და დიდი წილი აქვს მიკროსაფინანსო. კი ბატონო, გადმოდის და მიკროსაფინანსო სექტორი, თუნდაც იგივე ჩვენ როცა ვამბობთ, რომ სალომბარდო სესხები გაიზარდა, ხო? ანუ ეს და ფიზიკურ პირებთან დაკავშირებითაც და ბიზნესის წილთან დაკავშირებითაც ორიოდი სიტყვით გაგიზიარებ ჩემს მოსაზრებას. ანუ ეს სეგმენტი, ხო, რომელიც ფინანსდებოდა არა, იღებდა არაოფიციალურად ამ სესხს თუ ვალს, ესე ვთქვათ, ანუ იხდიდა გაცილებით მეც, ვიდრე დღეს შეიძლება მიკროსაფინანსოთან იგივე ბანკს ჰქონდეს. ხდება ერთგვარი ონბორდინგი, ხდება მათი მომსახურება და გარკვეულწილად ის სალომბარდის სესხები, რომელიც იზრდება, ამით არის. თუმცა სალომბარდის სესხების ზრდა ასევე ბუნებრივი მიზეზების გამო მიბმული არის ინფლაციურ წნეხზე. ვინაიდან რადგანაც გასაგები მიზეზების გამო ან ხანდახან გაუგებარი მიზეზების გამო, როდესაც იზრდება ფასები, მოსახლეობას როდესაც ეზრდება ხარჯები, მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემები დგება. ეს მოკლევადიანი ლიკვიდურობა რო შეავსოს, აქედან გამომდინარე, სწორედაც რომ ყველაზე მოქნილი ასე დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან. ასევე უნდა ითქვას, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოქროს ლომბარდის პორტფელი გაიზარდა, აქაც რამოდენიმე ფაქტორი არის, ის ფაქტორები, რომელიც უკვე ვახსენე და ამავდროულად ფაქტორები, რომელიც თუნდაც ოქროს ფასს უკავშირდება. როდესაც მომხმარებელს აქვს გარკვეული X რაოდენობის მოცულობის ოქრო და მისი ფასი დაუშვათ 20%
20% 30-ით გაიზარდა, მას ავტომატურად უკვე ლიმიტიც ეზრდება და როდესაც ლიმიტი აქ დამოკლებადიანი ლიკვიდურობის საჭიროება უჩნდება და მოთხოვნა დგება, ასე დროს მომართვიანობას ბუნებრივია იზრდება. რაც შეეხება ბიზნესისა და რიტეილის წილს, მიკროსაფინანსო სექტორში იქიდან გამომდინარე, რომ მიკროსესხები და მცირე მეწარმეებს ემსახურება საკმაოდ დიდი დოზით, ეს ადამიანები არიან, ან მცირე მეწარმეები, ან ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც როგორც ფიზიკური პირები, ისე ფინანსდებიან, მაგრამ ფიზიკური პირი გადახდის, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელიც არის რომელიც ეწევა მეწარმეობ საქმიანობას, არის ინდმეწარმეები და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის წილზე, როგორც კომპანია და ფიზიკური პირი, ანუ ფიზიკური პირი საკმაოდ სოლიდური ნაწილი არის ბიზნესი დაკავებული, იგივე თვითდასაქმებულები, რომლებიც ჩვენ გვყავს საკმაოდ მოცულობით და ასევე ინდმეწარმეები, რომელიც სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მათ შორის იმპორტს, ექსპორტს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მინდა კითხოთ აუცილებლად ეროვნული ბანკის რეგულაციაზე, რამდენად გაამკაცრა სების რეგულაციებმა მოთხოვნები და ასევე რამდენად დაასტაბილურა მდგომარეობა სექტორში. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ ფინანსური განათლების დონის ცნობიერება მომხმარებელში გაზრდილია. გარკვეულწილად რაღაცა ეფექტი ხომ არ არის ეს სექტორის რეგულაციებში მოქცევის? ერთი მხრივ ფინანსური ცნობიერება ნელ-ნელა მცირე ნაბიჯებით, მაგრამ იზრდება ამავდროულად, როგორც ჩვენი საუბრის თავში ვახსენე, ფინანსური ტექნოლოგიები, ფინტეკი ვითარდება და ხელმისაწვდომობა, ონლაინ ხელმისაწვდომობა და უკვე ოფისი აღარ არის საჭირო, ფაქტიურად თელ რიგ შემთხვევებში ეს იძლევა საშუალებას, რომ უფრო მარტივად გაერკვეს, უფრო სწრაფად გაერკვეს მომხმარებელი. პროცესები გაცილებით მარტივია. რაც შეეხება რეგულაციებს, ყველაზე ისეთი მსხვილი რეგულაცია, რაც უკვე ვახსენეთ, ეს იყო მიკრობანკის ნაწილის სტატუსი შემოვიდა, ეს ახალი, ასევე მიკროსაფინანსო სექტორს გაიზარდა ლიმიტი, მინიმალური ლიმიტი, ეს რომელიც იყო 100.000 ლარი გახდა 200.000 ლარი, რამაც საშუალება მისცა, რომ უფრო მოქნილი ყოფილიყო, თუ ადრე 100.000 ზემოთ უკვე უწევდა მომხმარებელს ბანკის მომსახურეობის ან ბანკისთვის მიმართვიანობა ამ შემთხვევაში რჩება, რაც შეეხება ბანკსა და მიკროსაფინანსოს შორის ასევე ფასწარმოქმნის სხვაობას, ასევე ის არის, რომ მიკროსაფინანსო ინსტიტუტები უფრო მოქნილები არიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტ რისკზე მიდიან. მაგალითად, ევროკრედიტის შემთხვევაში შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, კომპანია ფიზიკური პირი რის ხარჯზე მიდიან მეტ რისკზე? აი, გეტყვით ახლა მოგახსენეთ მაგალითის დონეზე. აი, მაგალითად ჩვენი ერთი პროდუქტი გულისხმობს ამას, რომ კომპანიას, რომელსაც აქვს დეველოპერული მიწა, ანუ სადაც კოეფიციენტი არის უკვე გაწერილი, რაზეც არის უკვე პროექტი, მაგრამ მას არ აქვს დაწყების შესაძლებლობა. მას შეიძლება იმ მომენტში მიმდინარე შემოსავლები არ ქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად დაალაგებული ფინანსურად გათვლილი პროექტი აქვს. ასე დროს, როგორც წესი, ბანკებს აქვთ უფრო აკადემიური მიდგომა და შესაბამისად რისკები უფრო მეტად არის დაცული და შესაბამისად საპროცენტო განკვეთის ნაკლები არის. მიკროსაფინანსოების შემთხვევაში და იგივე ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ოდნავ მეტი რისკის აღების საშუალებას ვაძლევთ ჩვენ თავს და ის პირველადი, მაგალითად დაწყება სამუშაოების რომ მოხდეს 0 სართულზე პირობითად მაგალითად რომ გავიდეს, ამის შემდეგ უფრო გაყიდვების კი შეუძლია დაიწყოს, ამის შემდეგ ჩვენ გვესმის, რომ ეს ერთგვარი ხიდი არის, ამის შემდეგ მას აქ შესაძლებლობა რომ გადავიდეს თუნდაც იგივე ბანკში და მიიღოს გაცილებით ნაკლები ან ოდნავ ნაკლები გრძელვადიანი რესურსი. ანუ ესეთი ფორმატის პროდუქტებიც არსებობს მიკროსაფინანსოებში და ამას იყენებს. რაც შეეხება სხვა რეგულაციებს, თუნდაც იგივე 200.000-ის ნაწილში ჩვენ მიკროსაფინანსო სექტორს გვინდა რომ ეს უფრო მეტი იყოს. მაგრამ ამ ეტაპისთვის ესე გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა, თუმცა ჩვენი მოსაზრება არის რომ უნდა იყოს გარკვეულ კოეფიციენტებზე მიბმული, მაგალითად კაპიტალზე, აქტივების მოცულობაზე, ეს შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს სექტორისთვის? გამოწვევად რა თვალსაზრისით? ანუ გამოწვევად არა, ეს უბრალოდ დამატებითი შესაძლებლობა არის ჩემი აზრით და ეს არის პირველი ეტაპი. ეროვნული ბანკის პოზიციაც ამ ეტაპისთვის გასაგებია, მათ ალბათ უნდათ რომ დატესტონ, ალბათ უნდათ არა, ასეც აღიარებენ კიდეც რომ დატესტონ, მას შემდეგ რაც უკვე ეს თანხა, ეს ლიმიტი გაიტესტება, რისკების შეფასდება და ასე შემდეგ,
უკვე შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ უფრო აქტიური დიალოგი გქონდეს იმაზე, რომ ეს იყოს კოეფიციენტზე მიბმული და არ იყოს ზედაზღვრები. მაგალითად, კომპანიას, რომელსაც აქვს 100 მილიონი, მას აქვს რესურსი, რომ 200.000-ზე მეტი მოცულობის თანხა გასცეს. პრაქტიკა რა კი ბატონო, ან ინდივიდუალური მორგება არ იქნება, უფრო კოეფიციენტი იქნება. თუ კომპანიას აქვს 2 მილიონი, მას 1 მილიონის გაცემის უფლება ალბათ არ უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კომპანიას აქვს 100, 200, 300 მილიონის პორტფელი, მას ალბათ ამის შესაძლებლობა უნდა მისცეთ. კი ბატონო, და ბოლოს შეჯამების სახით სწორედ გამოწვევებზე მინდა გკითხოთ სექტორისთვის, რა შეიძლება ჩაითვალოს ამ ეტაპისთვის და ასევე მოლოდინები 2026-ში როგორია განვითარების გეგმები? განვითარების გეგმები განსაკუთრებით ტექნოლოგიური და ფინტექის მიმართულებით არსებობს სექტორში და ჩვენ მუშაობთ რამდენიმე მილიონიან სექტორი მუშაობთ რამდენიმე შეიძლება ითქვას 100 მილიონიან პროექტებზე ჯამში ესე რომ ავიღოთ უბრალოდ საფრთხილო ნაწილი არის ინვესტორისთვის მაგალითად ისეთი ფაქტები როდესაც ერთგვარი მათი მხრიდან ასე დანახულია როდესაც მთავრობა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთან ერთად ეკითხება ბიზნეს ხომ არ დაუწევდი ცოტა ფასო ეს ცოტა ესეთი ალარმი არის წითელი შუქი არის მათთვის და ამ დროს კითხულობენ ხოლმე რამდენად ღირს თქვენთან მოსვლა ჩვენ ვუხსნით რომ ჩვენთან ყველაფერი ნორმალურად არის და ასე შემდეგ და იმედია ასე არის და ამ ნაწილშიც კომუნიკაცია იქნება ისეთი რომ ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვისაც კარგი იყოს. კი ბატონო და როგორია თქვენი ხედვით კონტურები 2026-ში ზრდის რამაჩვენებელი შეიძლება დაფიქსირდეს? პროცენტულ ნაწილს ვერ გეტყვით, ერთი რაც ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდება და ვხედავთ, ეს არის გამსხვილება, მეტის გამსხვილება, თუ ჩვენ დაახლოებით 10 წლის წინ ქონდა ჩვენ ეთერამდეც საუბრობდით ამაზე, ქონდა დაახლოებით 85 თუ არ ვსწრები 100 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამდე, დღეს ეს 30-მდე არის დასული და ეს ტრენდი მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ შენარჩუნდება, ანუ გამსხვილების ნაწილი მიდის, ეს გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება პოზიტიური შედეგი დავდოს და გარკვეულ შემთხვევებში ალბათ რაღაც კომპანიებს მოუწევთ გასვლა და ეს იქნება ნეგატიური, თუმცა სექტორისთვის ეს არ იქნება რყევა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას. ირაკლი წურწუმია, ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით მიკროსაფინანსო სექტორზე.